ჩემი ვიდეო ბლოგი ეხება ნიკამელიას და არა მხოლოდ ნიკამელიას, არავედ იმ რეპრესიებს, რომლებსაც აგრძელებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ანუ ივანიშვილის რეჟიმი, ანუ FSB-ს აქაური ფილიალი. მაგრამ ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებდე, ერთი გამხელილი ცოდვის თაობაზე, ცოდვა გამხელილი სჯობსო, ასე რომ ამბობენ ხოლმე. ერთი ჩემი ცოდვის თაობაზე უნდა გიამბოთ, ერთი არა, შესაძლოა სამიც კი. დღეს მე მძღოლი ვარ, მე მყავს ჩემი საკუთარი ავტომობილი და დღეს მე სამჯერ დავარღვი. სამჯერ დავარღვი ერთხელ სანაპიროზე გადავაჭარბე სიჩქარეს. მეორედ დაახლოებით ამერიკის საელჩოსთან, უფრო ზუსტი რო ვიყო დომინოროა, იქ ბასლაინზე გადავედი და დაახლოებით 50-60 მეტრი ვიარე ბასლაინზე. და მესამედ რაც ყველაზე უფრო მძიმეა ჩემთვის. დაახლოებით საღამოს 8 საათზე 8:15 წუთი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მე გახლდით ვიყავი პანაშვიდზე. უნდა ყოფილიყავი პანაშვიდზე და ვიყავი კიდეც. და აი ჩუღურეთში ვიტრიალე წინამძღვრიშვილის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩა, ასე შემდეგ და ვერსად ვერ გავაჩერე მანქანა. და ერთი ძალიან ცუდი საქციელი ჩავიდინე, გულახდილად გეტყვით. ძალიან ნანობ ამ საქციელს და გიამბობთ კიდე დამატებით რატომ ნანობ. ტროტუარზე ჩემი კუთვნილი ავტომობილი წინამძღვრიშვილის ქუჩაზევე შევაყენე, იქიდან დაახლოებით პანაშვიდამდე იმ შენობამდე სადაც იყო პანაშვიდი არის, არ ვიცი 50 მეტრი პლუს მინუს. მალევე კი გამოვედი პანაშვიდიდან, მაგრამ აი ტროტუარზე შევაგდე მანქანა და გავაჩერე, მივიჯახურე კარი და გადმოვედი მანქანიდან და მივიჯახურე კარი და გავეშორე იმ შენობისაკენ, სადაც იყო პანაშვიდი. და აი ამ დროს ერთმა მანქანამ შემოუხვია და მძღოლმა ჩემ ხელა არ იქნებოდა უფრო ახალგაზრდამ მომაძახა პირდაპირ მნიშვნელობით მიცნო და მომაძახა რომ ევროპაშიო ასე შვებიანო, ასე აკეთებენო. მე არ გამიცია პასუხი, მე განვაგრძე ფეხით სიარული და ახლა ამ ძღოლს უნდა მოუბოდიშო. არ ვიცი, მაღალი ალბათობით ის ჩემი რა პოლიტიკური აზრებიც მაქვს, რა მოსაზრებებიც მაქვს ევროპაზე, რუსეთზე და ასე შემდეგ, ჩემი ოპონენტია, მაგრამ შესაძლოა არც. ასევე მაღალი ალბათობით ის არ უყურებს ამ ვიდეო ბლოგს, თუმცა გარკვეული ალბათობით შეიძლება ნახოს კიდეც. ყოველ შემთხვევაში მიცნო ან გადასცეს ვინმე, არ ვიცი, თეორიულად გვარი, არ ვიცი იმ კაცის მე, იმ ახალგაზრდა კაცის რომელიც მართალი იყო. დამოუკიდებლად იმისა, ის პრორუსია, არ არის პრორუსი, ჩემი ოპონენტია, ჩემზე მართალია, ჩემზე მტყუანია სხვა кейსებში, ასე შემდეგ, მე რაღაცას ვამტკიცებთო. რაც მან მომაძახა, იყო სამართლიანი შენიშვნა. და მე არ დავიწყებ, ეხლა ხო შემეძლო, როგორც დემაგოგია ჩამერთო და მე თქვა რომ იცით რა პარკირება მოვაწესრიგოს კალაძემ, ან მე თქვა რომ იცით რა ძალიან მეჩქარებოდა და 3 წუთით დავტოვე ტერიტორია, კი არა დავტოვე ავტომობილი და სულ 3 წუთი იყო და ასე შემდეგ. არა, არც ერთ შემთხვევაში მე მართალი არა ვარ ამ უკანასკნელ ამბავთა ამბავში და არც პირველ ორ ამბავში, როცა პირველი გადავაჭარბე სიჩქარეს და მეორე კი ბასლაინზე გავიარე 50-60 შესაძლოა მეტი 70-100 მეტრი თქვა. მე შევცდი. არც იმას არ ვამბობ, რომ ამ ძღოლმა რომელმაც მომაძახა საკუთარ სინდის მიხედოს თუ საკუთარ ქმედებებს ისიც არღვევს, არა, შესაძლოა არც არღვევს. მე მას ჩემს ოპონენტს გარკვეული ალბათობით, მოკლედ საყვედურის თქმელს, მომძახებელს მე ვუხდი ბოდიშს. ის არის მართალი. განსაკუთრებით დავწმუნდი იმაში, რომ მართალია, როდესაც პანაშვიდიდან რომ გამოვედი, ჩემს უკან კიდე ყავდა მოყრენებული მანქანას, ჯიპს, მე ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული სედანი მყავს და ამასობაში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მარჯანიშვილის ქუჩიდან უხვევდა მწვანე ავტობუსი, არ ვიცი რა ნომერი იყო, მაგრამ ვერ ეტეოდა, არა, ჩემი უშუალოდ ჩემი მანქანა კი არ უშლიდა, ჩემს ზურგს უკან რომ მანქანა იყო, ის უშლიდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მეც ხო ვარღვევდი. უბრალოდ ვერ ეტეოდა, ან ერთის სარკეს მარჯვნივ, ან მეორეს სარკეს იმ ცხედა მანქანასაც შეყენებული ქონდა ტროტუარზე, იმას უნდა მოსდებოდა, ის მძღოლი ძალიან ნერვიულობდა, ავტობუსის მძღოლი, მგზავრებიც აღელვებულნი იყვნენ და მგზავრებსაც ვაფერხებდით, ხო, ჩემი მანქანა არ იყო ასე პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ მეც
ვარ რა დამრღვევი, მეც ერთგვარად ვაფერხებდი, მე რო არ ყოფილიყავი დამრღვევი, იქნება ჩემს ზურგს უკან არც მოეყენებინა იმ ჯიბს მეთქი. მოკლედ, მე ადამიანი რომელიც დღენიადაგ იმას ვამტკიცებ, რომ ევროპა კარგია, საუკეთესოა და ასე შემდეგ, მეც ჩემი ცოდვუკები მაქვს, მეც ცოდვილი ვარ ხშირ შემთხვევაში და გულს ფელად ვამბობ. აი ამ მომძახებელს, ან ვისაც დისკომფორტი შეუქმნის ხრებსაც მე ვუბოდიშებ, ალალად მართლები ხართ, არანაირი გამართლება ჩემს არც ერქმედებას, არც სიჩქარის გადაჭარბებას, არც ბასლაინზე გასვლას კი გავხიშდი იქ, მაგრამ ნუ ამ მნიშვნელობა გაგიჟდი, არ გაგიჟდი, უნდა ჩადგე და იარო რიგში დამოუკიდებლად მისა რამდენად გეჩქარება და ვუბოდიშებ მოკლედ უკლებრივ ყველას. ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი იმ ახალგაზრდა კაცისთვის, რომელმაც მომაძახა და რომელსაც ესე ჩავუარე და არ შევიმჩნიე მისი მოძახება. თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ იქვე მივტრიალებულიყავი, გადამეყენებინა მანქანა, გულახდილად გეტყვით, ან გამეგზელებინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოძრაობა და სადმე მენახა პარკირების ადგილი. უკეთესი იქნებოდა ცხადი. ახლა რაც შეეხება მეორეს და ასევე მნიშვნელოვან თემას. ისი თქვენ, რომ პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება ჩვენს ქვეყანაში და მორიგი მსხვერპლი ყავს ბიზინა ივანიშვილს და ეს მორიგი მსხვერპლი ისევ და ისევ არის პოლიტიკოსი. ანუ ერთი პოლიტიკოსი, მეორე პოლიტიკოსი და მესამე პოლიტიკოსი, შესაბამისად ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე და ახლა უკვე მელია და სხვებსაც ელის იგივე ბედი რასაკვირველია რიგში მაღალი ალბათობით არის პირველი ნიკა გვარამია, თუმცა ნიკა გვარამიაზეც რომ არ გაჩერდებიან, ხო და არა მხოლოდ კოალიცია ცვლილებისათვის წევრებს დაიჭერა და რაბედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც და სხვებსაც ესეც ფაქტია. ბიზინა ივანიშვილი არ ჩერდება, იღებს რა ეგრეთ წოდებულ ქართულ ფარას, რომელზეც ამბობს, რომ ეს არის ზუსტი თარგმანი მისი ბანდის წევრები ამბობენ ამერიკული ფარასი კონტექსტის გაუთვალისწინებლად 38 წელს მიღებული ამერიკული ფარა სულ სხვა კონტექსტის არის და ის ფარა არავითარ შემთხვევაში არ სჯის არც ინდივიდებს, მოქალაქეებს, არც მედია ორგანიზაციებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. ან კი რაჟდენ კუპრაშვილის ხელით თუ გამოისობით კი არა ქმედებათა გამო დასჯილნი იქნებიან როგორც პერსონები, მოქალაქეები, აქტიური მოქალაქეები, ასევე მედია ორგანიზაციები და ასევე რასაკვირველია არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით მიხურავს რაჟდენ კუპრაშვილი და არა მხოლოდ რაჟდენ კუპრაშვილი მედია ორგანიზაციებსაც კი ინდივიდებსაც და უწესებს თუ ადმინისტრაციულ და შესაძლოა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც კი გაიყვანს ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი და მთლიანად ეს ორგანიზაცია მართული რასაკვირველი აღმასრულებელი ხელისუფლების და შესაბამისად FSB-ს მიერ. დაუბრუნდეთ ნიკამელიას დაკავებას, მას გირაოს გადახდის ვადა სულაც არ ქონდა ამოწურული, მაგრამ ის უცებ ბრახტა ქუჩიდან მოიტაცეს პირდაპირ მნიშვნელობით და მე ახლა დავსვავ კითხვას მთავარს. დეტალების თაობაზე თქვენ პრაქტიკულად ყველაფერი იცით, მეინსტრიმ მედია ამის თაობაზე უწყებლობს და გადმოგცემთ ინფორმაციას, ჩემ ზურგს უკან მე ვაფასებ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ოდინდელი ოპონენტი იყო და არის თულებოთ ასე ვიტყვი ნიკამელიასი, ისიც კი მივიდა თურქეთის პოლიციის სამოკლედ სადაც არის დაკავებული იმ შენობასთან და ისიც საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, აუცილებლად სწორს, გარდაუვალია რომ სწორი პოზიცია არ დააფიქსირო თუ ოდნავი პატიოსნება გაქვს და ლევანსაც უფასებს ცხადი ამ ქმედებას, ისევე როგორც მაგალითად ხაზარაძის ჯგუფს, რომელმაც თქვა რომ ეს არის ახალი რეპრესიები და ასე შემდეგ. ნიკა მელიაზე არ გაჩერდება ეს ხელისუფლება, მეთქი ამის თქმა მინდა და დეტალების თაობაზე კი უკლებრივ ყველა თქვენგანმა ან ბევრმა თქვენგანმა იცით. რას ამბობს ბიზინა ივანიშვილი ამით? რომ მე არ დავტოვებ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ დავიჭერ. გარეთ პრაქტიკულად არავინ არ იქნება, ზოგს იმ მუხლს მიუყენებ, ზოგს მანამდე დავიჭერ, ვიდრე სასამართლო პროცესია და მერე სასამართლოზე გავიყვან, ამოვალპობ უკლებრივ ყველას და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს. ამოვალპობ ციხეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებსაც უთუოდ და უსათუოდ მიადგება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჟურნალისტებს, რომლებსაც მივედავები, არ ვიცი, რა გინდა რა მიზეზით, გამოვიჭერ თუ სწორი სიტყვა, მივუყენებ ამა თუ იმ კანონს, მაგალითად იგივე ხსენებულ ფარას და ვიტყვი რომ აი თქვენ არათუ მაუწყებლობის უფლება არ გაქვთ, არამედ თქვენ საერთოდაც გამოკეტილნი უნდა იყოთ ციხეში ან მინიმუმ ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა უნდა დაგეკისროთ, რაც ისედაც ეკისრებათ მათ შორის ჟურნალისტებსაც, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, ასე მაგალითად რუსთაველის გამზეზე ნათელი მაგალითია ჩემი ახალგაზრდა კოლეგა ნიკა საჯაია, რომელსაც კამერა ეჭირა ხელში, მიკროფონი ეჭირა ხელში, რამდენადაც ვიცი ეს პრესე ეწერა გულ კერცად თუ ზურგზე, ანუ სპეციალურად იყო შემოსილი, სპეციალური 60 იყო შემოსილი, მაგრამ ამის მიუხედავად მას მიუვიდა 5,000 ლარი ანი ჯარიმა ისევე როგორც მე მივიდა ერთხელ ორჯერ 7ჯერ, რა ვიცი, ბევრჯერ, ხო? და ეს არის დათელი დადასტურება იმისა, რომ მე კარგით არ მეწერა ეს პრეს, მაგრამ ნიკა საჯაიას რო ეწერა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ნიკა საჯაიასაც კი ებრძვის უშლის რა ჟურნალისტური საქმიანობის წარმოებაში ხელს. ასე ეს გადავრცელდება უკლებრივ ყველაზე, განსაკუთრებით ასაკურებელია ფორმულას და TV პირველის ჟურნალისტებზე, წამყვანებზე რომ აღარაფერი ვთქვა, მათ შორის გადავრცელდება ეს პოდკასტები რო აქვთ მოქალაქეებს და მეც ამაქვს ჩემი პოდკასტი, ეხლა თქვენ პოდკასტს უყურებთ რეალურად, ჩემს ვიდეო მონოლოგებს თუ გნებავთ ასე ვიტყვი და შესაძლოა რომელიღაც ეტაპზე მამუკა მდინარაძე ზარქუას თვინიანმა ტიპმა ჩაწეროს კანონში თუ რამ ჩასაწერი აქვს კიდევ და თქვას რომ აი YouTube-ზე რომ გამოდის ვიღაც ტიპი, რომელიც არც საიდან არ ფინანსდები მე, მაგრამ ამის მიუხედავად ავცელებს რა მდინარაძის გაგებით, ანუ ივანიშვილის გაგებით fake news-ებს, ანუ არასწორ ამბებს, არასწორ ანალიზს აკეთებს რა. ამიტომ მოდი ადმინისტრაციული ჯარიმა დავაკისროთ მას, კიდევ ერთი 5,000 ან 7,800 ან 2,400 ლარის ოდენობით და ამდენი 2,400 ლარი უბრალოდ არ არის. აქედან გამომდინარე, არა თქვა ამდენი არ არის, ამეთ ერთიც კი არ არის. ცხადია, ვერავინ ვერ მოვაკლებს, ან ბევრმა არ უნდა მოვაკლოს საკუთარ შვილებს ეს თანხა. ხო, რასაც გამოვიმუშავებთ ჩვენ ისედაც გართულებულ ვითარებაში, აქედან გამომდინარე, ბევრმა უნდა თქვას და მე ამის ხმას ვაპირებ კიდეც და თქვა მის მაქვს, რომ არ ვაპირებ გადახდას მეთქი, იმიტომ რომ ვერ მოვაკლებ ჩემს შვილებს იმას და ვერ მივცემ რაჟდენ კუპრაშვილს თუ მამუკა მდინარაძეს თუ სხვას, ამ სახელმწიფოდ წოდებულ ბანდას, ხელისუფლება წოდებულ ბანდას, ჩემს მიერ პატიოსანი შრომით გამომუშავებულ თანხაზე. ვერანაირად. რეპრესიები გაგრძელდება, ეს არის ერთი ამბავი. ცხადზე ცხადია ეს, ბიზინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება სხვაგვარად არ შეუძლია, მას არ ძალუძს, რომ თავისუფალ კონკურენციაში შევიდეს უკლებრივ ყველაზე ცუდ, ანუ უკლებრივ მოხსნათ ეს სიტყვა, ყველაზე ცუდ ოპოზიციონერთანაც კი, მისი საუკეთესო სპიკერები თუ პოლიტიკოსები რომ გამოუშვას. ვინ? დიუსელდორფ დამთავრებული უნივერსიტეტ დამთავრებული დიუსელდორფში ირაკლი კობახიძეც კი ვერანაირ დებატში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ყველაზე უგვანი პოლიტიკოსი შეარჩიეთ ოპოზიციიდან არ ვიცი. ვინც გნებავთ, მასთანაც კი დამარცხდება აპრიორი. და რადგან კონკურენციაში ვერ შედის ბიზინა თავისი ბანდითურთ, შესაბამისად მას რჩება ძალაუფლების შენარჩუნებისათვის დემოკრატიის გაუქმება იარაღად და აი დიქტატურის, ავტორიტარიზმის და დიქტატურის უკვე შემდგომ დაამყარება, როდემდეო ვინმე მკითხავს, მე არ ვიცი როდემდე, 1 წელი ნახევარი წელი, წელიწად ნახევარი, 3 თვე, 2 წელიწად ნახევარი, 7 წელი თუ 4 წელიწად ნახევარი ვერ გეტყვით, ადრე თუ გვიან რომ ეს ყველაფერი დასრულდება და ბიზნეს დანარცხებით, დამარცხებით და გასამართლებით დასრულდება მეთქი, ამას კი გპირდებით, რასაკვირველია რთულია გაძლება, მართლა 7 წელიწად ნახევარი დაამყაროს ამან დიქტატურა, ბიზნა ივანიშვილმა, რომელსაც თავი უკვდავი გონია, ძალიან რთული გასაძლები იქნება ეს 7 წელიწად ნახევარი თუ 9 წელიწად ნახევარი, მაგრამ ადრე თუ გვიან ბიზნა რომ ჩამოემხობა და თუ ცოცხალი იქნება გაასამართლებენ და დასვავენ განსასჯელის გამზე და თუ არ იქნება ისტორია ხო გაასამართლებს და უკვე გასამართლებული ხავს ისტორიას ის და შეყვანილი ხავს როგორც უარყოფითი პერსონაჟი დარი და მსგავსი სერგო ორჯონიკიძისა, ესეც ფაქტია ობიექტურ ისტორიკოსებზე და ობიექტურ ისტორიაზე, პირუთვნელ ისტორიაზე ვსაუბრობ ცხადია. მაგრამ მანამდე აქ იკითხარით გაგვიჭირდება. ახლა ისმის კითხვა და ერთი თემა უნდა შემოვიტანო ამასობაში სადისკუსიოდ. როდესაც პოლიტიკოსებს აკავებენ, ანიკა მელია, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებ ცხადია, ვიცნობ რა ნიკას და არც რომც არ ვიცნობდე მაინც უცხადებ მხარდაჭერას, იმიტომ რომ მოქმედი პოლიტიკოსის დაჭერა აბსურდული ბრალდებით, იმიტომ რომ წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადდა და ეს წულუკიანი თავად ხო რუსია, მაგრამ რუსული კომისია აქვს და რუსული პარლამენტის მიერ დამტკიცებული კომისიაა და რუსული FSB-ს შეკვეთაა რომ ამგვარი კომისია არსებობდეს, იმის გამო რომ არ გამოცხადდა ნიკა მელია ამ კომისიაზე და არ გადაიხადა კირაო და ასე შემდეგ პრევენციულადაც არასწორი სხვა წინ სწრებით დააკავეს, რომ ხვალ რო სასამართლო გაიმართება, იმ სასამართლოზე ის გამოაცხადონ, ანუ მიიყვანონ, სადაც მისვლას ისედაც არ აპირებდა. ან თავად არ აპირებდა. ოღონდ ქვეყნის დატოვებასაც რო არ აპირებდა, ეს ფაქტზე ჯიუტი ფაქტია.
მოკლედ უკანონობის კორიანტელი აქ დამყარებული ბიზნე ივანიშვილს უკლებლივ ყველა მიმართულებით და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი სამოქალაქო დაპირისპირებას არათუ არ ასრულებს, არამედ პირიქით აღრმავებს და აღრმავებს. მომხრეებს, საკუთარ მომხრეებს სიძულვილს ჩვენს მიმართ უღვივებს და უღვივებს. ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული რომელიღაც ეტაპზე გავიაროს ნებისმიერმა ჩვენგანმა და ბრახდა თავში ზრუზოს ვინმე. რამე ოღონდ იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომი აქვს. და დაუსჯელობის განცდა აქვს, სინდრომი კი არა, განცდა აქვს. დაუსჯელობისა და მხარგამაგრებულია ამ დიმიტრი სამხარაძეებისა თუ მამუკა მდინარაძეების მიერ თუ მხრიდან. მოკლედ, აი ამ პირობებში მე შემოგვაქვს ერთი სადისკუსიო თემა. კითხულობ. ადრესატი ამ შემთხვევაში არის ესე სახელდებულად არის გახარიას პარტია მაინც, იმიტომ რომ სხვაზე არ გადავავრცელებ ამ კითხვას, ვიდრე საბოლოო პასუხი არ მეცოდინება იმასთან დაკავშირებით ეს სხვა. აპირებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მოცემულ ეტაპზე რამდენადაც მე ვიცი და მგონი არ ვწდები, მხოლოდ გიორგი გახარიას პარტიას აქვს დაფიქსირებული თანხმობა იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მორალურ ნაწილს შევეხოთ ერთი წამით და მერე უკვე პრაქტიკულ შედეგებსაც იმ ადგილობრივი არჩევნებისა. როდესაც პოლიტიკური სივრციდან დაპატიმრებულნი იქნებიან სხვები და ამასთან ყველა მისის რომ უკანონოდ. პოლიტიკოს აქვს თუ არა, ვისაც გათვლა აქვს მომავალზე და ამასთან საქართველოს ისტორიაში ჩაწერაზე დადებით პერსონად მოხსენებასაც ლამობს სურვილი აქვს ყოველ შემთხვევაში, ხო? გახარიას და ყველას უნდა ჰქონდეს ეს სურვილი ნორმალური პოლიტიკოსი ვინც არის რომ ვიღაცამ არ გადმო სულსიყვას არ ვიხმარ ვიღაცამ არ შელახოს მე მის სახელი უკვე მომავლიდან აწყოში მყოფი პოლიტიკოსისა მე მაქვს კითხვა უნდა მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში და რა საკვირველი არ უნდა მიიღო და შენ უნდა იდი შენ უნდა აბზარი არ უნდა გააჩინო ოპოზიციაში ეს შენთვისაც კარგია და შენივე თანა ოპოზიციონერებისთვისაც კარგია დამოუკიდებლად იმისა რა განსხვავებებია თქვენ შორის რაში არ ეთანხმები და როგორ გძულს თუნდაც მიხეილ სააკაშვილის პარტია ნაციონალური მოძრაობა ან მიხეილ სააკაშვილის პარტიად რომ მიგაჩნია ახალის ნიკა მელიას ნიკა გვარამიას ხოშტარიასა და სულა ჯაფარიძის ერთობა ხო შეიძლება გძულს ნიკა გვარამია ნიკა მელია ხო ეს ცნობილი ამბავიც ნიკა მელიას უკავშირდებოდა საბოლოო ჯამში მისი გადადგობის თაობაზე გახარიას გულისხმობ მაგრამ შენი ოპონენტი რომც გძულდეს მის უკანონო დაკავება დაპატიმრებაზე ხელს არ უნდა აწერდე ირიბად თუნდაც არ უნდა ებხრობოდე და არჩევნებში მონაწილეობა ერთგვარად არის გაправება რასაც შენ გააკეთე ბიზინა ოღონდაც კი მე გადმომიგდე ძვალი და სამ რაიონში გამამარჯვებინე კი არა სამ-სამი დეპუტატი გამაყვანინე არ ვიცი ხაშურში დედოფლის წყაროში და არის ქედაში პირობითად ლაპარაკობ ხო სამივე დასავლეთ საქართველოს ვახსენე ცენტრალური საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ხო გამაყვანინეს და მე ყველაფერზე თანახმა ვარ უკლებლივ დაგიჭერია მელია და ასე შემდეგ. ეხა პრაგმატულ ნაწილზე ვილაპარაკოთ. შიში ვერ იხსნის სიკვდილსაც ცუდია და ღრეჯილობა ერთი ამბავია, მაგრამ შიში კი არა, აი მონაწილეობა ვერ იხსნის გიორგი გახარიას მოღალატის სტატუსის მიკერებისაგან, რომელსაც ბიზნეს ივანიშვილი ისედაც აპირებს და მოღალატე ხო მიკერილი აქვს, იმიტომ რომ აღმაღალატა ამბობს ეს ბიტკოინებსა და ფულზე ჩაციკლული პირი, რომელსაც დღენიადა გაუდის და ამ კომპლექსები არ მიდა კომპლექსები მაქვს რაღაც 17-ჯერ ახსენებს ამერიკელ ლევისათვის მიწერილ წერილში ეს ცალკე თემაა, მაგრამ მაინც ხო განვიხილეთ თუ არ ვწდები, ხო? გუშინ ხო თუ გუშინ წინ გუშინ. ეს ერთი ამბავია, მაგრამ აი ისა მერე პარტია გახარიას პარტიასაც რო გააუქმებს ეგ როგორ არის, როგორც კოლექტიურ დამოუკიდებლად იმისა, კოლექტიური ნაცრების წევრს, დამოუკიდებლად იმისა, გახარია გაუგორებს თუ არა კოჩს ბიზნეს ივანიშვილს და მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ამით ერთგვარ ლეგიტიმაციას მოახდენს თუ არა ისედაც უკანონო პარლამენტის შედეგების გამყალბებელი ხელისუფლების პატწოდებული ბანდისა. ხო და არც პრაგმატული თვალსა ის არის სწორი, არც მორალური თვალსა ის არის სწორი. დაფინანსებას მიიღებთ და ფინანსება შეგეძლოთ მიგიღოთ ახლაც, რაც ასევე მე მესმის რომ ყველა მღაფავთ სულს. პირდაპირ მნიშვნელობის ბიზნეს აქ აურაცხელი თანხა და ჩვენ არ აგვაქვს კი არა, ყოველდღიურად გვაკლდება საჭმლის ფულიც, მეთქი ასე ვიტყვი. მესმის რომ რეგიონის ოფისები გაქვთ შესანახი, ყველაფერი გავიქ. და მესმის რომ საარჩევნო კამპანიაში შეიძლება მოიზიდო გარკვეული დაფინანსება
ბიზნესმენებისგან მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ნუ სად არიან ეს ბიზნესმენები, კარგად არ ბესმის სიმართლე. მოკლედ, რაღაც ფანდრაიზინგი გააკეთო, მაგრამ სწორედ თუ ბიზინა ივანიშვილის სწორედაც რომ დამარცხება გინდა, უდრეკობა ხომ არის გზა და უდრეკობაა გზა და ეხლა ნაციონალები როგორ შევაქო ოდინდელმა ოპონენტმა ნაციონალური მოძრაობისა. განშტოებებისა თუ გრებათ, როგორ შევაქო და შევაქებ ნაციონალებს, როგორ შევაქო და შევაქებ ფედერალისტებს, როგორ შევაქო და შევაქებ ახალს დროას და გირჩის, როგორ შევაქო ხაზარაძე და შევაქებ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ძლიერი საქართველოს მართლა არ მიიღებს მონაწილეობას, მით უფრო ამის გათვალისწინებით, რომ დღეს რომ განცხადებას აკეთებს ძლიერი საქართველოს და გააკეთეს და სწორია რა საკვირველია რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს, ასეც არის, ხვალ უკვე ეს სწორი პოზიცია უკვე სხვა რამეშიც უნდა გამოიხატოს და მე იმეც ვიტოვებ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს უფრო ზუსტი რომ ვიყო რომ ძლიერმა საქართველოს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მამუკამ არ დახარჯოს, რამდენსაც ხარჯავს ხოლმე, არ ვიცი ხა მისი და ბადრის ფული უმრავლეს შემთხვევაში რამდენიც ვიცი, ოღონდ თან დახარჯოს და ნახარჯოს და არც არ მიიღებს. როგორც კოლექტიურ ნაცაუცებად გაუგმებენ, ადგილებსაც არ მისცემენ ყველა რაიონში. გააყალბებს და იმიტომ ეს გაყალბების მექანიზმები ხო არ აღმოუფხრია ამ ორბანის ძმაკაც კონსერვატორ და რეალურად კი გიჟ კობახიძეს და მის ნაჩალნიკს და კომპლექსებულ ბიზინა ივანიშვილს. გასაგებია, ნიკა მელიას ჩემი მხარდაჭერა არჩევნებში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ბიზინას კომპლექსები არ ვიცი, მძიმედ აგვაქვს საქმე მან და ვერაფერს ვერ უშველით, ალბათ ვერ განვაკომპლექსებთ ბიზინა ივანიშვილს და კიდევ ერთხელ ითიც დავიწყე. კვლავ ვიმეორებ, რომ დღეს მე სამჯერ და განსაკუთრებით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დავარღვე მოძრაობის წესები კი არა გავაჩერე მანქანა ბორდიურზე, უფრო ზუსტად საფეხმავლო გზაზე ანუ ტროტუარზე. ამით დისკომფორტი შეუქმენი ქვეითებსაც და ახალგაზრდა კაცმა, მაღალი ალბათობით ახალგაზრდა იყო, ხო, ხმით იდენტიფიცირება თუ შესაძლებელია, მომაძახა, რომ ევროპებში ასე ხდებაო თუ ევროპაშიო. ხო, თუ არ ვწდები, არა შენ საყვარელო რომ აღარ მახსოვს, მაგრამ შინაარსი ეს იყო. და მე არ ვიწყებ ხა აქ რაღაც მაიმუნობას და იმის თქმას, რომ იცით ევროპაში ესეც ხდება, ან ევროპაში არ ხდება, მაგრამ კალაძის გაეკეთები და ის გზა მე იმ კონკრეტულ ადამიანს არც არ ვიცი, არც სახელი. ისიც არ ვიცი ნახავს თუ რა ამ ვიდეო ბლოგს. მე მას ვუბოდიშებ, ევროპაში ასე არ ხდება, მე ვარ ევროპის ლობისტი და არ უნდა გამეკეთებინა მეთქი. ეს არის გულწრფელი პოზიცია, დემაგოგია შემეძლო, დემაგოგიის ჩართვა, მაგრამ არც საკუთარ თავს ვაკადრე და არც იმ შენიშვნის მომცემს, რომელიც გარკვეული ალბათობით ჩემი ოპონენტი არის კი არა, რაღაც სხვა აზრები აქვს პოლიტიკურ ნიადაგზე, შესაძლოა უყვარს რუსეთთან უფრო, უნდა საქართველოს რუსეთთან უფრო მეტად დაახლოება და არც უყვარს ევროპა და ეჯავრება კიდეც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, შესაძლოა არც არის ეს სხვადასხვა ხა. თლად გულახდილი რომ იყო, არ ვიცნობ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მართალი იყო და მართალ ადამიანებს ამ შემთხვევაში მართალს უნდა უთხრა, რომ შენ იყავი მართალი ჩემო კარგო ადამიანო, ანუ შენიშვნის მოცემის კუთხით მართალო ადამიანო. ნახვამდის.